მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ღომში ვაქირავებ აი ამ ძალიან თანამედროვე კერძო სახლს. თითქმის დასრულებული არის. დღეს არის 28 სექტემბერი და თუ უკვე კლიენტი იქნება ესე თქვა, რავი, 20 დღის საქმე გადამშა აქ, რამეთი არაფერი რა და ეხლა ეს 20 დღე მაინც როცა ქირავ, მაინც გჭირდება დრო და ნახეთ რა კარგია პლუს ამას რა, რომ ამ ვადაში მე ისეთ ავეთ შეუტან ისეთ ტექნიკას, როგორც თვითონ გაუხარდება, უცხოურებელი სახლი არის რა და ვინც გამაქირავებინებს ამ სახლს, თავისთავად ხო ხთებით რაც არის საკომისიო და რაც არის ის პლუს ამას ისე დაუმატებ კიდე რა ზევიდან და არა პრობლემა არ არის მოკლედ რა მაგაზე. უბრალოდ კონტაქტები უნდა, რომ თორე ესეთ სახლებს ეძებენ რა და გეტყვით რატო გამორჩეული და მაგარი სახლი. ჯერ შიგნიდან გადავიღებ. ეხლა ფასადი დასრულებული არის ყველაფერი იქით უბრალოდ ის რა ის კედელი უნდა შევღებო ესე ვთქვათ. ეს არის ფართე გზა, ძალიან ფართე გზაა. ნახეთ რა მხელა ფართე გზა არის. ანუ თავისუფლად შეუძლია აგერ 1 2 3 მანქანა გააჩეროს გარეთ და პლუს დიდი ეზო აქვს რა. ამ სახლს ყიდიდი და ეხლა რახან გავარემონტე და რახან აქამდე მივედი, უკვე აღარ ყიდი რა, მინდა რომ გავაქირავო და ბანკში მიდევს და ბანკს თვითონ დაფარავს რა და მაგიტო ვეზებ კლიენტებს არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი იცხოვრებს, რა ეროვნება იცხოვრებს და ცხოველი ეყოლებათ თუ რა ეყოლებათ რა. სახლი არის ძალიან მაგარი, ანუ თითქმის დასრულებულია, მინდა აღვნიშნო. ეხლა მოკლედ აგერ ეზოსაც გაჩვენებთ, აი ეხლა ისინი რო აიღება ეს მოაჯირები და ისინი შეღება მიდის და ეს ხარაჩუები, კედლებიც დაიბრიზგება, შეიღებება, ანუ სულ მაქსიმუმ 20 დღის საქმე ყველაფრიანად რა. მოკლედ, მოდით ახლა შევიდეთ სახლში. ეს არის შემოსასვლელი. აი თანამედროვე თემები, მაგ ყველაფერია გაკეთებული. იქიდან ეზოში გასასვლელი, აქეთ სამზარეულო. სამზარეულო აქ ჩეკვეთილია და მალე იქნება. და ეს აქ რა მაგარი მუღამი ამ სახლს. ამხელა ხედი და რამე და ისედაც ავანთობარენ. წესით აქ დიდი ჭაღი უნდა დაიკიდეს, მაგრამ ეს ახლა დროებით მოხ რა. მოკლედ სამზარეული და მოაჯირები ერთად არის შეკვეთილი. ესენი იქნება. მიდის ესე ვთქვათ სახლის უბორკა და მოდით გაჩვენებთ ახლა სივრცეებს. აი ესეთი თემა როცა გაქვს რა, ხელა სივრცე გაქვს. ეს საძინებელი ერთი, ეს საძინებელი მეორე, თავის იმით არის რა. გარდირობის ოთახი და ასე შემდეგ. ეს ზონა ტუალეტი. ანუ 20 დღე უნდა ერთიანად, უნდა ყველაფერს გაკეთება რა. და მოკლედ ამ დეტალებზე რო ბევრი რო აღარ მოგაცდინოთ, ყველაფერი აქ რა, ანუ აი უმაგრესად დახვეწილი სახლი არის რა. ხო და ეხლა მე ესე ვთქვათ ძალიან ბევრი სახლი მაქვს აშენებული და ამ სახლში ჩავდე სული და გული და თუ კი რამე სახლში რამე გამომრჩა და რაღაცა მინდოდა და ვერ გავაკეთე ამ სახლში ყველაფერი მაგაკეთებული რა. ნუ თავისი აივნებით, ნახეთ ეს რა ხელა ოთახია. ეს მაღალჭერიანი ოთახი არის. აქეთ ვანატუალეტი რა. და ეხლა წარმოიდგინეთ. ამ სახლში იცხოვრებს მინიმუმ 20 ადამიანი მაინც იცხოვრებს რა. არა აქვს მნიშვნელობა კიდევ ვიმეორებ რა კატეგორია იქნება. ჩემთვის თავარი პრინციპი არის ხანგრძლივი ვადით იყოს რა. და მეტი არაფერი რა ეხლა. იმას არ დავიწყები, იმას არ შემოუშვებ, ამას არ შემოუშვებ. აგერ ტერასა. აქ არის მაგლა პატარა ბარის პონტი მოეწყობა რა, ტერასაზე გასასვლელად რა. და ავი იქიდან გავიდეთ. სლაიდური გაღებით. გამოდიხარ ნახეთ როგორი ხედებია. მოკლედ ყიდიდი ამ სახლს და გადავიფიქრე გაყიდვა, იმიტომ რომ აი მართლა სული და გული ჩავდე. რაღაც წვრიმალი დეტალებია რა დარჩენილი.
ანუ ყველაფერს უნდა 20 დღე და ხა 20 დღეც არაფერი უკვე კლიენტი როცა იქნება თავის გემოზე მოუწყობ ყველაფერს რა აქ წყარო გაკეთება ანუ ერთიანად შეუბერავ რა ყველაფერს მოკლედ ვინც გამაქირავებინებს არ ვიცი რა მოკლედ რა ძალიან ხარში დამიდგება და ჩემზე იყოს რა ესე ვთქვათ რა დანარჩენი სხვა რა გითხრათ სახლი არის ძალიან თანამედროვე ძალიან დიდი საძინებლები აქვს და ორი სამზარეულო 5 ვანატუალეტი ყველაფერი რა მაქსიმალურად არის გაკეთებული რა 100 მეტი არაფერი არ უნდა რა ამას შეხედეთ და იქაც კარა დაკეთდება და ასე შემდეგ რა 5921050 ჩემი ნომერი ასევე თუ დაგჭირდეთ სახლის აშენება დამიკავშირდით შემიძლია აგიშენოთ კერძო სახლი თავისი რემონტის და ყველაფრით და ანუ არა პრობლემა რა კონდიციონერიც გსურთ იმ კონდიციას იმას ვიზავთ დაგისრულებთ და პლუს შემიძლია დიზაინის წინასწარ რა ვიცი აი ყველაფერზე აბსოლუტურად მაგნიტალებზე მოკლედ მშენებლობა რემონტი და აი თავიდან ბუნდე მაგ თემაში ვარ რა ყველაფრის ხელოსანი მყავს რა ანუ ერთ ხელოსანს არ ვაკეთებინებ ერთ ხელოსანმა რომ გააკეთოს რაღაცას რა ზოგადად გიჩვენთ ისე გააკეთოს რომ რაღაცა შეიძლება მიაფუჭეჩოს წყალებში რომ სხვა გააკეთეს მერე მაგასო არ იტყვის იმიტომ რომ თვითონვე გამოასწორებს რა და როცა იცის რომ სხვა უნდა გააკეთოს მერე ის რაღაც დეტალი ხო ყველანაირად დაკვირვებით აკეთებს და ასე რომ უნდა იყოს სხვადასხვა ხელოსანი აი როგორც მანქანაზე რა მხოლოდ მალიარი ცალკე უნდა იყოს ჟესტი ან ჩიკი ცალკე უნდა იყოს თორე მალიარმა რომ ჟესტი გააკეთოს ხო იმას ისე გაიკეთებს რომ ხო ხტები რა გადაშპაკლავს და დამალავს და ასევე რემონტიც გაითვალისწინეს შევისახეთ აბა წარმატებულ დღეს გისურვებთ დღეებს და რავი ყოველივე კარგს თუ ვინმე დაინტერესდება ამ სახლის გაქირავებით დიდი ღომშია მირიან მეფის ქუჩაზე ყველაფერი ახლოსია სკოლა ბაღი აი ვაფშე რაც კი ტრანსპორტი ყველაფერი ახლოსია და ვაქირაებ აბა წარმატებებს გისურვებთ ყველას და თქვენს იმდენი ქონოდეთ რომ ეს გააქირავოთ რა ქონებები და რა ვიცი ბედნიერი წლები იქნება მერე ასაკში რომ შეხვართ ბარხატნი წლები იქნება მუდამ ეს აივანი და ეგეც ნახეთ რა ხედები რა და დაბლა წყარო კეთდება მოკლედ წარმატებები სულ ყველას